ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას ღამით ისრაელის სამხედროებმა ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყველაზე დიდ საავადმყოფოზე მიიტანეს ავიაიერიში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. შემთხვევის ადგილას გაჩნდა ხანძარი. ისრაელელთა მიერ საბრძოლო მოქმედებების განახლების ფონზე ხან იუნისის ნასერის საავადმყოფო სავსე იყო დაჭრილებითა და დაღუპულებით. ჩვენ ვიცით, რომ დაიბომბა შენობა, რომელშიც ქირურგიული განყოფილება იყო. როგორც ხედავთ, პერსონალს შორისაც არიან დაჭრილები. გონი ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ისრაელის არმიამ დაადასტურა საავადმყოფოზე თავდასხმა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰამასის ერთ-ერთი მებრძოლი იყო, რომელიც იქ იმყოფებოდა. ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში ჰამას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის მჭიდროდ დასახლებულ არეალში მოქმედებს. ღაზაში მდებარე სხვა სამედიცინო დაწესებულებების მსგავსად, ნასერის საავადმყოფოც ისრაელის თავდასხმებისა და დარტყმების შედეგად დაზიანდა. ნასერის საავადმყოფო ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც სამხრეთში ფუნქციონირებს. მას 22 არაბული ქვეყანა აკვირდება, ევროპული ქვეყნები მშვიდობას, ადამიანობას, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას მოითხოვენ. აქ უამრავი ადამიანი დაიღუპა ბარბაროსული დაბომბების გამო. ეს ყველაფერი სასტიკი აგრესიის შედეგია. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის შედეგად 50,000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ღაზის სექტორზე განახლებული იერიშების შედეგად ისრაელის სამხედროებმა ჰამასის რამდენიმე ათეული მებრძოლი დახოცეს.